ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს ახლა ისევ პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ნატალი ჯახუტაშვილი, რომელიც იმყოფება საქართველოს ბანკის სათაო ოფისთან. ნატალი, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ, მოგვიყევი, რა ხდება მანდ და რა არის გაფიცულების მთავარი სათქმელი დღეს? გამაფრთხილებელ გაფიცვას ასევე უერთდებიან საქართველოს ბანკის თანამშრომლები და ისინი 3 საათით აწევენ მუშაობას. თქვენ ხედავთ, მათ მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები და უპირველეს ყოვლისა ეს ადამიანები მოითხოვენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად პოლიტიკური ხმები გაათავისუფლოს ივანიშვილის რეჟიმმა. მათთვის ყოველ მიუღებელია ქართული ოცნების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, ქმედებები. ისინი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ქვეყანა შეუცვალოს საგარეო კურსი და ამბობენ, რომ მათი მომავალი არის ევროპაში. ისინი არიან ევროინტეგრაციის მომხრეები, ევროინტეგრაციის მხარდამჭერები, ასევე მათი უკმაყოფილების მიზეზი არის ისიც, რომ გააყალიბდა 26 ოქტომბრის არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვებასთან ერთად ცხადია, მათი მოთხოვნა არის ისიც, რომ ჩაინიშნოს ქვეყანაში ახალი არჩევნები და მე გაჩვენეთ ახლა მობილური ჯვარ წარმოდგენილი და ვითარება არის საქართველოს ბანკის სათაო ოფისთან. საკმაოდ ბევრი თანამშრომელი აპროტესტებს ახლა და უერთდება ამ გაფიცვას და ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთ თანამშრომელს გავესაუბროთ. ვითხარით თუ შეიძლება თქვენი გაფიცვის მიზანი რა არის, мотивация? Добрый режимс. პირველ რიგში პატიმრების გამოშვებას საუბრობ პატიმრებს. პატიმრები მომწერია რეჟიმის ხმობაში პოლიტიკური ნიშნით თავისუფალი ეზოს გამოხატვის გამოდაპატიმრებულები და ჩასანიშნავია ახალი არჩევნები დაწყება მალე მოიგება მალე არალეგიტიმური ხელისუფლება და კარგად დამთავრდება ქვეყნისთვის პირველ რიგში და მე მაგალითად მადლობა. მოკლედ პირდაპირ ამბობენ და ღიათ ეს ადამიანები, რომ დღეს რეჟიმი უსამართლოდ ექცევა თავის მოქალაქეებს, რომ უკანონოდ მასობრივად ხდება ყოველგვარი ახსნა-განმარტებებისა და არგუმენტაციის გარეშე მოქალაქეების დაკავება, მათ წინააღმდეგ საქმეების აღძვრა და მოკლედ 9 კომპანიების მსგავსად ისინი დღეს ასევე იღებენ მონაწილეობას ამ გამაფრთხილებელ გაფიცვაში და აცხადებენ, რომ მათი პროტესტი იქნება პერმანენტული და ისინი არ გაჩერდებიან იქამდე, ვიდრე დათმობებზე არ წავა ქართული ოცნება.